მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო, ვაგრძელებთ ჩვენს საუბრებს ციკლიდან ქრისტიანობა და თანამედროვეობა და ჩვენ საუბრობთ კვლავ ვეფხისტყაოსანზე. წინა ჩვენი გადაცემა დასრულდა იმაზე საუბრით, რომ ავტორისეული გადაწყვეტილება დაარქვას ვეფხისტყაოსანი და არა ტარიელ ნესტანიანი არ არის შემთხვევითი. გარდა იმისა, რომ მას აქვს ქებაქებათაში წინასახები და აქვს პრეცედენტი და ეფუძნება ამას, კიდევ სხვა მომენტი არის. ის რაც სხვა ამ ტიპის ნაწარმოებებში ჩანს ძალიან ნაკლებად. და მოდით ასე ვთქვათ, თუ კი გავიხსენებთ, რომ არსებობს ესეთი თეორია ლიტერატურათმცოდნეობაში, თანწყობილი და ქვეწყობილი სიუჟეტების თეორია. სადაც შეიძლება ერთი ამბავი მეორესთვის იყოს ქვეწყობილი სიუჟეტი. იგივე სიმეორებს ოღონდ სხვა შრეში. პრინციპში ეს ძალიან გავთვითონ ბიბლიურ პოეზიას, ან თანწყობილი იყოს. ეს ორივე ძალიან ბიბლით ნასაზრდოები არის. უბრალოდ რომ გავიხსენოთ, ეს მცირე გადახვევა დაგვრჩება. ბიბლიური პოეზიის ძალიან საინტერესო თვისება არის, ერთხელ ვახსენეთ ჩვენ, რომ ყველაზე კარგი მაგალითი ამისი 51 ფსალმუნია, როდესაც ტაიპ სტრიქონი მუხლი იყოფა ორ ნაწილად, შუაში კავშირია და ერთი მეორს მიწყალე მე ღმერთო დიდითა წყალობითა შეინთა და მრავლთა მოწყალებითა შეინთა ახოცე უშუალება ჩემი. აქ თანწყობილია ერთი მეორეს პრინციპში აგრძელებს, ან იმეორებს, აი შემდეგში ჩვენ შეიძლება გქონდეს კიდევ ქვეწყობით, როცა მეორე წინაზე დამოკიდებულია და ასე შემდეგ. ამ ტიპის სიუჟეტები არაერთია მსოფლიო ლიტერატურაში, ახლა ჩვენ ამას არ შევეხებით. ძალიან საინტერესო რამ არის. სანამ ეს თეორია მეცნიერული გაჩნდებოდა, სხვა შორის საქართველოში გაჩნდა ეს თეორია, შუათ აკეთებს ძალიან მაგარ რამეს. ვინ თქვა, რომ ისტორია, რომელსაც მე ვყვები, არის ტარიელი და ნესტანის ისტორია? ყველაზე მაგარი წყება აქ. ეს არ არის მათი. ეს მათ მაგალითზე მოყოლილი ისტორია ნებისმიერი შეყვარებულებისა და ყველაზე გენიალური არის, რომ ეს არის ალბათ ავთანდილის ისტორია ძალიან. ავთანდილი, რომელიც სრულად თანაუგრძნობს, სრული ემპათიით, თანაგრძნობით, თანაგანცდით იცხოვრებს ტარიელის ტყავში, მოდი ასე ვთქვათ. მას აღარ დასჭირდება. განიცადა რა მან ტარიელის ტრაგედია, ტარიელის უბედურება, მას ეს აღარ შეეხება. მან ეს უკვე იცხოვრა. და ამიტომ მისი ბედი, როგორც ტარიელს უყვარდა პრინცესა, მეფისასული, ავთანდილსაც უყვარს მეფისასული და მათი ცხოვრება სხვანაირად წარიმართება. ამიტომ ეს ნებისმიერი შეყვარებულის ისტორიაა, ნებისმიერი სიყვარულს შემოსილი და სატრფოს შემოსილი ადამიანის ისტორიაა, რომელმაც თავის თავში უნდა იპოვოს ძალა და მაგარი რამ აღმოაჩინოს. ესეთი რამ რო ვთქვათ, წრე, აქეთ ერთი ადამიანი, ეგეთ მეორე, ერთმანეთისკენ სულ მიულტვიან. დადიან და ერთმანეთს არ მიწვდებიან ან არა. ეს არის წარმავალობის ნიშანი. მაგრამ ამ წრის ცენტრში არის ღმერთი როგორც სიყვარული. არა ის სიყვარულობა და ის ვნებიანი ტყავშემოსილება, არამედ ის ვინც ცენტრშია, მარადიული სიყვარული. და თუ კი ორივე მათგანი იწყებს გადაადგილებას ცენტრისკენ, არა წრეწირის სიგრძის შემოვლას, არამედ რადიუსით ცენტრისკენ ვლას, მანძილიც ორჯერ მოკლდება, თორსა შეხვდებიან ერთმანეთს მარადისობაში რო ხდებიან, გრძნობა ხდება მარადიული. და ეს ადამიანური სიყვარული ხდება ფერნაცვალი ღვთაებრივ სიყვარულად. ამიტომაც ამის შემდეგ ვეფხისტყავის აუცილებლობა აღარ იქნება. პრინციპში ავთანდილი სულ ამაში გადის, ავთანდილი სულ სამოს იცვლის. ავთანდილი სულ თავს აჩვენებს ვიღაცად რაღაცად, ბოლო გეგმაც კი მისი არის, რომ გადავიცვამ და შევალ. ავთანდილი სულ აი ამ ძიებაში, ავთანდილი გადის ამ გზას. უკეთ ეს ყველაფერი ჩემზე უკეთ თქვენ ციცით, რატომ შევეხეთ ჩვენ ხა ავთანდილს. ავთანდილი ერთ-ერთი ყველაზე ისეთი ნიმუში გახლავთ. მე გითხარით პირველ გადაცემაზე ჩვენი ამ ბლოკისა, რომ ფრესკებზე ხშირად ნახავთ, როდესაც არიან მოგვები, ერთი არის ასაკოვანი კაცი, შევერცხლილი თმაწვერით, მეორე ახალგაზრდა, მაგრამ ასევე წვერულვაშიანი და
მესამე ყოველთვის არის ხოლმე ჯერთ უწვერული სადარო ბროლმინა საცნობარისა. და ეს არის ავთანდილი შოთას სამყაროში. და ავთანდილის ყველაზე საინტერესო თავგადასავალი, ყველაზე უფრო უყვართ ხოლმე მოსწავლეებს ამაზე ლაპარაკი ბიჭებს და ყველაზე უფრო არ უყვართ გოგონებს ამაზე ლაპარაკი. ეს არის რა თქმა უნდა ავთანდილის თავგადასავალი გულანშაროში. ფატმან ხათუნის ისტორია. ვისაც მოусმენია სკოლის მოსწავლე გოგონების აღშფოთება ტარილის აქციების გამო. კარგით. ისე შეიძლება ამის ნახვა ჩემი ერთ ციტერების გარეშეც. მაგრამ არის რაღაც რაც ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ. ფატმანი არის ძალიან საინტერესო პერსონაჟი. აქაც იგივე ფატმანის შემოყვანა აუცილებელია? თუ კი ჩვენ ვიცით რომ მისი ქმარი რომ დათვრება რასაც უნდა წამოროშავს, წამობოდავს, არ შეიძლება რომ ავთანდილი ვაჭრად შემოსულიყო, უსენს მიიღო, ესაუბრათ დაელია და მე სიმთვრალეში მას წამოეროშა, რომ ყავდათ ვიღაცა გოგონა ვისაც მალავდნენ და შემდეგ ვეღარ დამალეზა მთელი ამბავი. უპრობლემოდ. რატომღაც შემოყავს აუცილებლად ფატმანი. და საოცარ ამას ნახულობ ჩვენ. ფატმანი არავის შემთხვევაში არ არის გასალანწა პერსონაჟი, ის საოცარი ნიმუშია ფერის ცვალების და გამოსწორების. ახალ აღთქმაში ჩნდება ერთი პასაჟი, რომელიც იონეს სახარებაში თავიდან უძველეს ნუსხებში არ გვხვდება. მეტიც თუ დაუჯერებთ ორიგენეს, მის დროს ეს პასაჟი იყო ებრაელთა სახარებაში, აპოკრიფული ტექსტი იყო იმაში. ეს არის მაცხოვრის საუბარი ჭასთან, სამარიტელ დედაკაცთან. შეიძლება გადაშალოთ იგივე ოქროპირის კომენტარები იონეს სახარებისა. მიდის და უცებ ეს ადგილი რომ უნდა განიხილოს, გამოტოვებს. თეოფილაქტე ბულგარელიც კი მიდის და ამას გამოტოვებს და შემდეგ ხდება. როგორც ჩანს იმ ნუსხაში, რომელიც თეოფილაქტესთან იყო, ეს მომენტი არ ჩანს. მაცხოვარი და მოციქულები მიდიან ჭასთან მივლენ იაკობის მიერ ამოთხელ ჭასთან, მოციქულებს გაუშვეს მაცხოვარი საჭმელი რო იყიდონ და მოდის დედაკაცი. ეს ცნობილი საუბარი, გენიალური საუბარი. ალბათ რომან ები დაიწერებოდა ამაზე. დედაკაცი, რომელსაც ყავდა ქმრები, ხუთინი, მაგრამ რომელიც ახლა ყავს, მისი ქმარი არ არის. და ამ შეხვედრის შემდეგ ეს ქალი ფერნაცვალი მიდის. იცით თქვენ, პირველი მქადაგებელი ეს ქალი იქნება. წარმართთა შორის, ქრისტესი. სამარიტელთა შორის. როდესაც გელათის ტაძარში შესვლა კვლავ შესაძლებელი იქნება სარემონტო სამუშაოების შემდეგ. დასავლეთის კარიდან რომ შეხვალთ, ხელმარცხნივ ჩრდილოეთით, იქვე კარის კამარაში არის მშვენიერი გამოსახულება. პირისპირ ორი წმინდა დედაა გამოსახული. წმინდა ნინო ერთ მხარეს და მეორე მხარეს წმინდა ფოტინე სამარიტელი. ვინც ეს გააკეთა, იმან ძალიან ფაქიზად იგრძნო. წმინდა ნინოს პარალელი სად უნდა მოეძებნა წმინდა წერილში. ქალი, რომელმაც პირველმა იქადაგა წარმართთა შორის ქრისტე და ნაყოფიერად იქადაგა. გახსოვთ ხო, როცა მოვლენ სამარიტელები, მე რომ ჩვენო იმ ქალის ნათქვამის გამო კი აღარ გვწამსო რომ შენ ხარო. არამედ ჩვენ თვითონ ვირწმუნეთო. აი ეს ჩვენი ერის წინასახის მოძებნა ახალ აღთქმაში და ჩასმა. მაგარია. ასე რომ როცა მოილოცავთ გელათს არ დაგავიწყდეთ ამ ფრესკის ნახვა, ფრესკების. და ჩვენ თქვით სახელი ამ სამარიტელი დედაკაცისა. წმინდა მოწამე ფოტინე სამარიტელი. ფოტინია ბერძნული სახელი. ქართულად ნათელა, ლუჩია, სვეტლანა. მაგრამ ამ დედას, რომელმაც გახსოვთ, ყველაზე საოცარი რაღაც არის ის თვითონაც მამათა განმარტებით როგორ ერიდება მას ხალხის მითქმა, მოთქმის, როგორი
აქცენტირება, რომ შვილების პრობლემა ჰქონდა. არ უცურდა, რომ შვილების გასაგონად საქილიკო ყოფილიყო მისი. გახსოვთ ფატმანის თქმით, ხო შვილებსაც დამაჭმევინებსო. ქალი ერთადერთი უსაც მიმართავენ, რომ დედა ხარ და დედაზე უფრო ძვირფასი ხარ. და არაბულ სამყაროში წმინდა ფოტინეს იცნობენ ფატიმას სახელით. არაბი ქრისტიანები. წმინდა ფატიმა არის. ხოლო სპარსულად ფატიმა არის ფატმანი. დედაკაცი, რომელსაც ყავდა კაცი, რომელიც მისი ქმარი არ იყო. მაგრამ იმასთან შეხვედრით, ვინც თავის თავში ატარებს სხივს ხსნისა და ჭეშმარიტი სიყვარულისა, ეს ქალი განიცდის ფერისცვალებას. კარგია. ეს სჭირდებოდა, ეს პერსონაჟი არ ყავდა შოთას. დაზე დისაგანმცა უფრო დესი ასმათი ყავს. დავარი ყავს. ეს უცნაური დედები, გინტარელისა, ესთან დარეჯანისა ყავს, მაგრამ აი დედა, რომელიც იმას დარდობს, რომ მისი ცოდვის გამო შვილებს დააჭმევინებენ. ეგ არ ყავს. და შემოყავს შოთას. და ვინ შემოყავს? არა ვიღაც უბრალოდ, არა ვიღაც, ხო აი ბიბლიაში ნახსენები. ბიბლიაში ნახსენები ადამიანი, რომლის სახელსაც მართლმადიდებლური ეკლესიური გადმოცემა გვაცნობს ჩვენ, რომელიც ლიტურგიულ კალენდარშია ჩართული, რომლის მოწამეობაც ვიცით ჩვენ. საოცარი რამ ყავს. და აი ფერისცვალების მაგალითი, საოცარი ფერისცვალები, რამდენიმე აქვს შოთას ეგეთი, მაგრამ რატო ყვები ამას? ყველა ფერიას მინდა მივიყვანო ერთი რამისკენ. მთელი ჩვენი თხრობა ვეფხისტყაოსანს მინდა ერთი რამისკენ მივიყვანო. ვიმეორებ, ვეფხისტყაოსანი თუ მაინც და მაინც ვინმეს უნდა რომ ძალიან ქრისტიანულ საკრალურ სივრცეში შემოიყვანოს, არალიტურგიული ტექსტი შეიძლება იყოს. ის ვერ იქნება ლიტურგიული ტექსტი. ანუ როგორც წმინდანთა ცხოვრებებია. ის არის სულ სხვა ჟანრის ნაწარმოები. და აი, რის გამოც წამოვიწყეთ ჩვენ საუბარი ვეფხისტყაოსანზე, ახლა უნდა ვთქვათ. ეს ჟანრი არის ჟანრი, რომელიც დღეს ძალიან მოდაშია. ძალიან მოდაშია. ეს არის ფენტეზის ჟანრი. შეგახსენებთ, რომ ფენტეზი ინგლისურ სამყაროში გააცოცხლეს ჯორჯ მაკდონალდმა, ტოლკინმა, კლაივ სტეპლს ლუისმა, იმ ხალხმა, ვინც იყვნენ ქრისტიანები. საავტორო ზღაპრის დაბრუნება ინგლისურენოვან ლიტერატურაში სწორედ ამათ დამსახურებაა. ანდერსენი ქრისტიანია. სენტ-ეგზიუპერი ქრისტიანია. როგორ ჩანს, კაცობრიობამ იგრძნო, რომ სჭირდებოდათ სხვა რაღაც სახე, ევროპამ იგრძნო, სჭირდებოდათ რაღაცა სხვა სახით ქრისტიანობის ქადაგება. ჩვენ აქ ბევრად უფრო ადრე ვაკეთებთ რაღაცას. დევები გნებავთ? არიან. ქაჯები, ანუ ჯადოქრები, დიახ არიან. არტეფაქტები გნებავთ სასწაულებრივი? დიახ გვაქვს. გინ აბჯრები და გინდის მოსმელი რიდეები, რომელიც უჩინარს ხდის. ყველაფერი შეიძლება არსებობდეს ამ ჟანრში. ყველაფერი აქვს შოთას. 800 წლით ადრე, ვიდრე ინგლისურ ლიტერატურას. საავტორო ზღაპარს გულისხმობთ ჩვენ. ჩვენ ხომ ავი დავიწყეთ, ვეფხისტყაოსანი როგორც საშობაო ზღაპარი. საოცარი საჩუქრის ზღაპარი. როგორ შეხვდა, როგორ ეძებდა და ძლივს მიაკვლია სამმა მეფემ აღმოსავლეთიდან მოსულმა. არაბეთიდან, ინდოეთიდან, მულღაზანზარიდან და თვენდობით მეცნიერებს, ზოგ მეცნიერს, მულღაზანზარი დღევანდელი კუნძული ზანზიბარია, ასე რომ დიახ, ქამიტი ყავს ერთი, ქამის მოდგმისა, ფრიდონი, ყავს სემის მოდგმისა, არაბი ავთანდილი და ყავს იაფეტის მოდგმისა, ინდოელი და არიელი. ყველაფერი რაც თქვენ დაგჭირდებოდათ. ამაზე სრულყოფილი, 16 მარცვლიანი, 1000-ზე მეტ სტროფიანი, რთული კონცეფციის და სიუჟეტის მქონე პოემა, გენიალური ფენტეზი, დაწერილი მე-12-13 საუკუნეების მიჯნაზე. ამიტომ სანამ ჩვენი შვილები
გაფრთხილდებიან რომელიმე საშუალო დონის ავტორის წიგნებით ჯადოქრობაზე, ჯადოს მომჯახებზე, მაჩინის მოსასხამებზე და ქუდებზე, დიდ ტროლებთან და ორკებთან ბრძოლაზე, ეგ ყველაფერი ჩვენ გვაქვს. და ეს გენიალური ნაწარმოები ელოდება დროს, როდესაც მოვა ასეთივე გენიალური სცენარისტი, დრამატურგი, რეჟისორი და მადლობა ღმერთს, რომ დღემდე ეს ნაწარმოები ვერ დაიდგა, ვერც სცენაზე და ვერც კინოში. იმიტომ რომ არ ჩანს სამწუხაროდ ჯერ ხალხი, ვინც რუსთველის ამ იდეას გაატარებს გამჭოლად. როდესაც გადაიღეს ბეჭდების მბრძანებელი, პიტერ ჯექსონი არ არის ცუდი რეჟისორი, მაგრამ ის მაინც არც ცდილა, რომ ის ქრისტიანული ხაზი გამოიკვეთა და ლამაზად წარმოეჩინა. ისიც გაზდევს. არ დამალა, ვერ გააქრო, მაგრამ მისი მიზანი არ ყოფილა ქრისტიანული ფენტეზის ჩვენება. ნარნიას ქრონიკებს რო იღებდნენ, იქ ცოტა უფრო მეტი ჩანს ქრისტიანობა. იმიტომ რომ ლუისმა ცოტა უფრო ზედაპირზე ამოწია, რომ უფრო მარტივად აღსაქმენი ყოფილიყო. ვეფხისტყაოსთან სჭირდება სერიოზული მუშაობა. აი მინიმუმ ისეთი 10 სერიანი მინისერიალი HBO რო იღებს ხოლმე. ან რამე უცხოური კომპანია. კეთილი. აღარ გავაგრძელებთ ამ თემაზე საუბარს, მხოლოდ იმას ვთქვით საბოლოოდ, რომ გსურთ საშობაოდ ერთმანეთი გაახაროთ. დიდ მარხვაში, შობის მარხვაში მაპატიეთ. როდესაც ლოცვისგან, შრომისგან მოგინდება დასვენება, შვილებთან ერთად წაიკითხეთ ვეფხისტყაოსანი. იგრძნო ბავშვებმა ქართული ენის რიტმი და მელოდია, ყველაზე სრულყოფილი სახით. იგრძნონ ქრისტიანული ლიტერატურის გადმოტანა ჰაგიოგრაფიიდან ფენტეზი ჟანრში, ყველაზე სრულყოფილი ნაწარმოების სახით. ამაზე უკეთეს მე არ ვიცი, რას წავუკითხავ ჩვენ შვილებს ამ პერიოდში. როდესაც ყოველ შაბათ კვირას ჩვენ გვიკითხავენ მე დავითნები, რომ მოდიოდნენ და ეძებდნენ. სად იშვა მეუფე ჰურიად. საბოლოო ჯამში აღმოჩნდება, რომ აი ამ სამი მეფის გულში იშვება ღმერთი. ღმერთი, რომელიც სიყვარულია. თავისუფალი ადამიანური ვნებებისგან და შეზღუდულობებისგან. კეთილი. ამჯერად ამით დაგემშვიდობებით. მომავალ შეხვედრამდე.